ახალგაზრდა ვერ გამოვიდეს ვერც პოლიტიკოსი, მაგრამ უნდა კონდეს გათვითცნობიერებული და გააზრებული, თუნდაც არჩევნებზე მისვლის დროს ვიზი აკეთებს არჩევანს, უნდა იცოდეს ის იდეოლოგია, რომელ პოლიტიკურ ძალასაც ის ემხრობა. ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდობა ყოველთვის იყო რაღაც სახელმწიფო ენერგია, ყოველთვის იყო ის მუხტი და ყოველთვის იყო ის ძალა, რომელიც თუნდაც გადავხედავთ უახლეს ჩვენს ისტორიას, რომელიც ქმნიდა საქართველოში პოლიტიკას. მადლობა. მე ასე ვთვლი, რომ ახალგაზრდები უნდა იყვნენ ჩართულები პოლიტიკაში. ეს გულისხმობს იმას, რომ როცა ქვეყანას აქვს დაკარგული ტერიტორიები, როცა აქვს კონფლიქტი ისეთ სახელმწიფოსთან, როგორც არის რუსეთი და ხელისუფლება არის განსაკუთრებულად ესეთი სუსტი, ასე ვთქვათ და უსამართლო, როგორც არის საქართველოში, ჩვენი აზრით, ჩვენმა თაობამ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ქვეყანა, უნდა ვთქვათ საკუთარი სიტყვა ამ პროცესებში, ამიტომაც ვარ თითოეული ჩვენთაგანი აქ შეკრებილი ბუნებრივია. მე მინდა კიდევ ვკითხოთ, აი აქ არის საუბარი, რამდენად უნდა იყოს ჩართული ახალგაზრდები პოლიტიკაში. ერთის მხრივ ჩვენ ვიწყებთ ასე ვთქვათ საკუთარი საზოგადოებრივ აქტიურობას უნივერსიტეტებში, ძირითადად სკოლის შემდგომ პერიოდში. მე მინდა კითხო გიგა, შენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ხარ, მეც ვარ კურსდამთავრებული ასე ვთქვათ ამ უნივერსიტეტის და ძალიან დიდი პრესტიჟი მგონია ეს, ბუნებრივია. მე მინდა კითხო, რამდენად არის დღეს თვითმმართველობები უნივერსიტეტებში თავისუფალი, სახელმწიფო უნივერსიტეტებში განსაკუთრებით, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, როგორ აზროვნებენ ადამიანები, რამდენად თავისუფალი არის მათი აზროვნების ხარისხი, როგორია დღეს სიტუაცია უნივერსიტეტებში. მოგესალმებით, მივესალმებით დარბაზს, ტელემაყურებელს, მოგილოცავ დამდეგ დღესასწაულს ნათლისღებას, რავალს დაესწარით. ესე იგი მოგახსენებთ, რომ უნივერსიტეტებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში თვითმმართველობები არ არიან დამოუკიდებელი. კერძოდ კი შეგვიძლია მაგალითის მოგიყვანოთ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როგორც თვითონ ამბობდნენ, თვითმმართველობა იყო დამოუკიდებელი, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა და ამის დამადასტურებელი ფაქტი იყო ის, რომ ამ თვითმმართველობამ შემდეგ ჩამოაყალიბა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების კლუბი, ხოლო მისი მაშინდელი თავმჯდომარე დღეს გახლავთ ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილე. მე როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ უნივერსიტეტში იგივე სიტუაციაა და თუ მაგალითად სტუდენტი არ არის მმართველი პარტიის მომხრე, ის ხდება თვითმმართველობისგან დაუცველი. და ეს სიტუაცია აუცილებლად უნდა შეიცვალოს უნივერსიტეტებში და არა მარტო სახელმწიფო უნივერსიტეტში და თვლი რომ უნდა იყოს სტუდენტი თავისუფალი პირველ რიგში და დამოუკიდებელი თვითმმართველობა უნდა ზრუნავდეს, რომ დაიცვას ამ სტუდენტის როგორც უფლებები, ასევე ინტერესები განურჩევლად მისი პარტიული შეხედულებებისა. ან თუნდაც პოლიტიკური შეხედულებებისა, ან რელიგიური შეხედულებებისა, ნებისმიერი ადამიანი უნდა იყოს დაცული, ბუნებრივია და ძალიან ცუდია ერთის მხრივ ის მე არ მომერიდება ამ სიტყვის საპრული პოლიტიკა ხელისუფლების, როცა ამბობს რომ არის დამოუკიდებელი ასე ვთქვათ თვითმმართველობები, სიამდვილეში ვიცით რა მდგომარეობაა. მაგალითად აქ შეგვიძლია ჩვენ კონკრეტული სტანდარტი შევთავაზოთ. მაგალითად თელ-ავივის უნივერსიტეტში იქ ამბობენ, რომ უნივერსიტეტებში, ასე ვთქვათ, უნდა იყოს პოლიტიკა შესული და კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ატარებენ არჩევნებს, გამარჯვების შემთხვევაში ესა თუ ის პოლიტიკური პარტია მართავს უნივერსიტეტს. ერთის მხრივ ეს არის მოდელს ვამბობ, უბრალოდ არ ვამბობ, რომ ეს არის ჩვენი სურვილი. აქ ხდება ესეთი რამ. ისე ამბობენ, რომ ეს სტუდენტები, რომლებიც უკვე თავიდანვე იწყებენ პოლიტიკურ აქტიურობას, ასე ვთქვათ, ეჩვევიან პოლიტიკურ ცხოვრებას, ეჩვევიან საზოგადოებრივად აქტიურ ყოფას და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს არის ერთის მხრივ ერთი მოდელი, ვიცით ჩვენ ამაზე არაერთხელ ვისაუბრე, არის მეორე მოდელი, რომ თავისუფალი არის, დამოუკიდებელი არის სტუდკავშირები, თვითმმართველობები აწ უკვე და ისინი აბსოლუტურად თავისუფლად ატარებენ საკუთარ პოლიტიკას, იცავენ, ასე ვთქვათ, სტუდენტების ინტერესებს, სტუდენტების უფლებებს, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ იმ კონკრეტულ სიტუაციაში არიან დამოუკიდებელი. ჩვენთან არის აბსოლუტურად, როგორც ყველაფერს ქვია, სხვა სახელი და შინაარსობრივად არის აბსოლუტურად სხვა. ზუსტად იგივე სიტუაცია არის დღეს თვითმმართველობებში, სამწუხაროდ, ეხლა არ ეხება ეს ბუნებრივია იმ სტუდენტებს, რომლებიც თვითმმართველობაში არის ყველა გაწევრიანებული, თუმცა პოლიტიკა ვიცით როგორი არის. მე მინდა შემდეგ კითხვით გადმოვიდე და გითხრათ, რომ აი სხვადასხვა ეხება ასევე იმ სამინისტროს იგივე სიტუაცია ზუსტად, რომელშიც ახლა ჩვენ ვიცით ძალიან კარგად, რომ ნაციონალური მოძრაობის ასე ვთქვათ, ძირითადი ახალგაზრდული ჯგუფები ზოთ ამ სამინისტროში არიან თავმოყრილები. მე მინდა კითხო გიორგი, მე ვიცი რომ შენ ამ თემებზე მუშაობდი.
რამდენად არის საერთოდ ამ სამინისტროს არსებობა გამართლებული შენი აზრით და რამდენად ასრულებს ის თავის როლს? მოგესალმებით, მივესალმები დარბაზს, მივესალმები ტელემაყურებელს, მეც ვერთები თქვენს მილოცვას. რაც შეეხება შეკითხვას და რაც შეეხება ამ სამინისტროს. როგორც მოგეხსენებათ, ეს სამინისტრო სულ რამოდენიმე ხნის წინ შეიქმნა, ძალიან ცოტა ხანია რაც გამოიყო იგი კულტურის სამინისტროს. თავად ფაქტი ცუდი ნამდვილად არ არის, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვიცით არაერთი მაგალითი მსგავსი სამინისტროებისა, იგივე უკრაინის მაგალითი, იგივე იტალიის, ბალტიისპირეთის ქვეყნებში არის კიდევ მსგავსი სამინისტროები, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ცოტა სხვა რამ, ვიდრე არის სამინისტრო. ეს არ არის სამინისტრო, ეს არის, მოდით პირდაპირ ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდა, ახალგაზრდული ფრთის ერთგვარი ბაზა. სამინისტროს დავარქმევდი მაშინ აი ამ ორგანოს, როდესაც მას ეყოლებოდა პრინციპული გუნდი, პროფესიონალური გუნდი, ექნებოდა მიზნები, ექნებოდა გეგმები ახალგაზრდობისა და ვთქვათ სპორტის განვითარებისთვის. სამინისტრო არის მიმართული კიდევ განმეორდები მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის, ასე ვთქვათ, საკეთილდღეოდ. მაგალითისთვის მოვიყვან კონკრეტულ ფაქტს, რომელსაც არც თავად სამინისტრო არ მალავს და ჩვენ რატო დავმალოთ. სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს 35 მილიონ ლარს. მთლიანი სამინისტროს ბიუჯეტი. აქედან 3 მილიონი ლარი, 3 მილიონი ნახევარი ლარი არის გამოყოფილი პროგრამა პატრიოტისთვის. ანუ იმ პირებისთვის, რომლებიც ისვენებენ პატრიოტულ ბანაკებში და მათი ასე ვთქვათ პოლიტიკური კურსი და პოლიტიკური გემოვნება ყველასათვის ნათელია, მათი უმრავლესობა სწორედ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, თვითმმართველობების წევრები, მათი მეგობრები, ნაცავები და ასე თუმცა უნდა ვთქვათ, რომ სამწუხაროდ გიორგი, ეს არის უბრალოდ მინდა ჩაგეკითხო, ეს არის სიტუაცია, როცა ხელისუფლება ქმნის ამ ტიპის პროპაგანდისტულ დამოკიდებულებას და ბანაკებს, ასე ვთქვათ, შეგნებულად და ყველა ის ადამიანი, ჩვენი მოქალაქეები, რომელიც ამაში მონაწილეობს, ასე ვთქვათ, თვითონ სამწუხაროდ არის ისეთივე მსხვერპლი და მე ამასთან დაკავშირებით შემდგომ ვისაუბრებ, როცა ბანაკების ხელმძღვანელებს, ასე ვთქვათ, სატელეფონო ზარა დაყენებული აქვს მიშა მაგარია და ამით იღვეძებს ადამიანები ლამის და ამის იძინებს, ეს არის ძალიან მძიმე რამ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ახალგაზრდებს, ასე ვთქვათ, ხელისუფლება უბრალოდ უკრძალავს აზროვნებას დამოუკიდებელ რეჟიმში, თავისუფალ რეჟიმში. ეს ადამიანები შემდეგ სამწუხაროდ იმას აქში არიან, რომ ვერ აღიქვავენ ამას ძალიან კარგად და მე ზუსტად ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი იდეა და მიზნა ზუსტად ის მიმაჩნია, რომ ჩვენ უთხრათ ამ ადამიანებს რეალურად ჩვენი გეგმების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს პოლიტიზებულ საზოგადოებას, რომელიც არ გულისხმობს, ასე ვთქვათ, აუცილებელ პარტიის წევრობას და ასე შემდეგ. უბრალოდ იმიტომ გითხარი ეს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამაში არიან ჩართულები, სამწუხაროდ არის ისეთივე მსხვერპლი, რომელიც თითოეული ჩვენთაგანი, მაგალითად, რომელიც რუსთავი 2-ის ეთერს უყურებს, პირობითად ვამბობ, ან რომელიმე საინფორმაციო და იქიდან აცხადებენ, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდება მაშინ, როცა შეიძლება არაფერიც არ ხდებოდეს და ასე შემდეგ. არა, სულხან, აბსოლუტურად სწორად მესმის შენ, მე არ ვადანაშაულებ იმ ადამიანებს, რომლებიც თქვათ მიდიან და იგივე ამ პატრიოტულ ბანაკებში ისვენებენ. ეს მიზეზებია, მაგრამ მე ვიძახი ფაქტებს. 3 მილიონი ნახევარი ლარი გამოყოფილია ამ ადამიანებისთვის, ხოლო 1,5 მილიონი ლარი ყველა დანარჩენი ახალგაზრდისთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის. ანუ ფაქტობრივად უკვე ციფრებშიც კი ნათლად აისახება და მე მგონი სამინისტროს მუშაობის სპეციფიკა აქედან ნათლად ჩანს. ეს რაც შეეხება ახალგაზრდულ საქმიანობას. რაც შეეხება სპორტს, ბოლო პერიოდში რატომღაც შეიქმნა ილუზია, რომ ჩვენ რაღაც წარმატებებს ვაღწევთ ამა თუ იმ ასპარეზზე. სერიოზულ წარმატებაზე, რასაც სერიოზული წარმატება ქვია და მართლა წარმატება ქვია, საუბარი არ შეიძლება. იმიტომ არ შეიძლება, რომ ფედერაციების უმრავლესობა არის პოლიტიზირებული. ფედერაციების უმრავლესი ხელმძღვანელები არ არიან არჩეული, როგორც ეს წესი და როგორც კანონის, როგორც წესი და რიგია. არამედ არიან ხელისუფლების მიერ, ასე ვთქვათ, ხელდასმით დანიშნულნი ამ თანამდებობებზე. ამის ნათელი მაგალითი და უკვე კლასიკად ქცეული მაგალითია ის, რაც მოხდა ფეხბურთის ფედერაციაში, როდესაც ამაზე არ გვინდა საუბარი, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცი. ჩემი აზრით და ალბათ ჩემი მეგობრების აზრით და თქვენი აზრით, რა თქმა უნდა, ამ სამინისტროს არსებობა გამართლებული იქნება და გამართლებული ძალიან მინდა რომ იყოს, თუ სამინისტრო გახდება დეპოლიტიზირებული.
თუ ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში მე შენ სხვა მოქალაქე აბსოლუტურად იქნებიან